რეზო ზუმბაძე ერთ-ერთია იმ 142 სტუდენტთაგან, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა. მას 3 წლის წინ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ ოჯახმა მთელი თანხა რეზოს გამოჯანმრთელებას მოახმარა. ამბობს, რომ 2010 წელს თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლის მაღალი საფასურის გამო კი 1 წლის შემდეგ საბუთები ახალციხეში გადმოიტანა. ახლა რეზოს სწავლისთვის ყოველწლიურად 1125 ლარი სჭირდება, თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში თანხის შეტანას იგი ვერ ახერხებს. 21 წლის ახალგაზრდა განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის სახელმწიფომ თანხა რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთხელ გაიღო. ყველანაირად შემიწყოს ხელი, მაგრამ თანხა თუ არ შეიტანე, აზრი არ აქვს რა. ანუ გიწყვეტენ სტატუსს და მე შემდგომ სანამ ფულს არ შეიტან, მანამდე არ აღიდგებოდა. ეს ფული არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან სერიოზული პრობლემები მაქვს ფინანსური მხრივ რა. გამოჯანმრთელებით კარგად ვგზნობ თავს, მაგრამ თუ არ ვისწავლე, სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ ცხოვრებაში რაღაცა უნდა გააკეთო და რაღაც პროფესია უნდა აითვისო. დავრბივართ რა, რომ ვინმესგან დაფინანსება მივიღოთ იქ გუბერნია, იქ გამგებელი, მაგრამ გვეუბნებიან ყველგან ერთი და იგივე პასუხს, რომ არ არის გათვალისწინებული ბიუჯეტში ასეთი რამე, არც გამონაკლის შემთხვევებს არ უშვებენ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ აქ სემესტრის განმავლობაში სტატუსი 100-დან 150 სტუდენტს უჩერდება. მათ საბოლოო გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ. იმის გამო, რომ გადახდა გაუადვილდათ სპეციალურად მათთვის დაწესებულებაში გამოცდებისთვის 10 დღიანი დამატებითი დრო გამოიყოფა. გარდა ამისა, საშუალება აქვთ სწავლის საფასური ნაწილ-ნაწილ გადაიხადონ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თქმით, სწავლის საფასურის გადახდის სისტემა ყველა უმაღლეს დაწესებულებაში ინდივიდუალურად მუშავდება. დამატებითი გამოცდები პირდაპირ კი არა გვაქვს მიღებული. დამატებითი გამოცდები სპეციალურად გადაგვაქვს მეორე სემესტრის დაწყებამდე, წინა კვირაში, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თუ სტუდენტები შემოიტანებენ თანხას, აღუდგენთ ისევ სტატუსს და დამატებით გამოცდებზე გავა ისეთნაირად, რომ სემესტრს არ დაკარგავს სტუდენტი. დამატებით ვადებში თითქმის 95% უკვე ისევ ბრუნდება, აღდგება თავის სტატუსში და ასე რომ აგრძელებს სწავლას. საგანმანათლებლო სფეროს მიმართულებით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზა. მათგან ერთ-ერთი სწორედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის გადახდაა. პარტიის ინფორმაციით ამჟამად დაახლოებით 28,000 სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული აქვს. 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის კი ეს ციფრი 12,000 არ აჭარბებდა. მათივე განმარტებით უკეთესი იქნება თუ კი სწავლის დაფინანსების სანაცვლოდ სახელმწიფო მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას შესთავაზებს. ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ სტუდენტს კონდეს უფლება სწავლის საფასურის სანაცვლოდ მოითხოვოს სამხედრო სამსახური. ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა და იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეკონომიურად უჭირთ, მართლა არ აქვს საშუალება რომ მიიღონ განათლება და საერთო კონსტიტუციური უფლება ირღვევა მათი ამ შემთხვევაში. ამ მიმართულებით ნამდვილად სამუშაოა და თუ დავუშვათ ეს კანონპროექტი, რომელიც შეთავაზებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ, რაღაცა ამში იმას შეღავაც მიცემს ამ ახალგაზრდებს, რა ნამდვილად ვეთანხმები. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსი 142 სტუდენტს აქვს შეჩერებული. თანხის გადახდის დამატებითი ვადა კი მეორე კვირას სრულდება. საგანმანათლებლო კანონმდებლობის მიხედვით სტატუსის შეჩერებიდან სტუდენტს საშუალება აქვს იგი 5 წლის განმავლობაში აღიდგინოს. თანხის გადახდის შემდეგ იგი იმავე კურსიდან ჩაერთვება სასწავლო პროცესში, რომელ საფეხურზეც სტატუსი შეუჩერდა.